ამ ვიდეოში თქვენ ხედავთ ბათუმიდან მაჭახელას ხეობისკენ მიმავალ გზას და თვითონ ხეობაში ცხრობს გადაღებული კადრები. ნორმალური ამინდი იყო, დილას კი წვიმდა, მაგრამ უკვე მომშრალი იყო. ხეობაში სავარაუდოდ წვიმდა დილას. ეს გზა არის ხოლმე შედარებით უსაცობო და მოკლე, ასე ვთქვათ, და ამიტომაც მივდივართ ხოლმე ამ გზით. ერთხელ მყავდა ექსკურსიაზე სკოლის მოსწავლეები. ზუსტად ამ მარშრუტით თითქმის ჰესი ვნახეთ აჭარის წყალზე, აი ეს ერგეს ხესი ხო ნახავთ, მალე გამოჩნდება კადრებში. წამიერად გამოჩნდება გზაზე და გეტყვით. და შემდეგ ვიყავით ჩხუტუნეთში, მაშინ იქ მუზეუმიც არის, აი ჰესის ამ ტერიტორიაზე. და ჩხუტუნეთში მუზეუმშიც ვიყავით, ორი მუზეუმია, ერთი ისტორიული ეთნოგრაფიული მუზეუმი და მეორე ოჯახში აქვს ერთ ადგილობრივს მოწყობილი საკმაოდ საინტერესო იარაღების ისტორიას გვაცნობს, ქართველ მეომრებზეც გვიყვება, თავად ამზადებს და მოსწავლეებსაც ასწავლიდა დაუშვათ ქართული იარაღის ისტორიას და ძალიან საინტერესო იყო, უცხოელებისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება. რა ვიცი, აი მაქვს სადღაც ამ მუზეუმის მონაცემები და გეტყვით ახლა სახელი და გვარიც აღარ მახსოვს ამ ადამიანის, მაგრამ ის მახსოვს, რომ ძალიან მოგვეწონა. დამსვენებლებსაც და ტურისტებსაც ხშირად აქვთ ხოლმე სურვილი, რომ თავისი ხელით რაღაც გააკეთონ და ამისათვის არის კარგი შესაძლებლობა იმ მუზეუმში წასვლა, რადგან იარაღს ჭედავს ამ მუზეუმის ხელმძღვანელი თავად და აჭედინებს მუზეუმის სტუმრებსაც, ამიტომ ძალიან შთამბეჭდავი გამოვა ეს ვიზიტი. ცოტა ხანში მივუახლოვდებით და გვერდს ჩავუვლით ტურისტულ ცენტრს. იქ შეიძლება გაჩერება, რუკების აღება, ინფორმაციის მიღება, რადგან იმ ახლო ტერიტორიებზე არის ფეხით სასიარულო ბილიკებიც, არის ჩანჩქერები ლამაზი და ბევრი საინტერესო ინფორმაციის გაგება შეიძლება და ისე დაგეგმვა მერე მარშრუტის. შეიძლება 2-3 დღიანი ლაშქრობების დაგეგმვაც, ვისაც კარვით უყვარს სიარული. გონი, არა, ცოტა ხანში იქნება ეს ტურისტული ცენტრი. ისე მდინარის პირასაც, მდინარე მაჭახელას პირას შეიძლება ჩასვლა, ძალიან ლამაზია ეს ხეობა. პიკნიკით შეიძლება იქ, დაბანაკებაც, რა ვიცი, უსაფრთხო გარემოა და ძალიან ლამაზი ბუნება. აი აქ არის ვიზიტორთა ცენტრი. ჩვენ რატომ გავჩერდით, არ ვიცი, შეიძლება ძროხების გამო. და მერე გავაგრძელეთ გზა. ხო, აქ არის კიდევ ერთი ლამაზი ხიდი, თამარის ხიდი, ისტორიული ძველი, ცხემლარაში, სოფელში. და შემდეგ მიდის გზა, მე მგონი ერთი სოფელია ჩხუტუნეთამდე. და აი ამ მუზეუმებისა და ჩანჩქერების გარდაც არის საინტერესო ადგილები, ხედებით დასადგმობად, გასაჩერებლად უბრალოდ. აი, სულ ცოტა ხანში გავჩერდებით ალბათ, საიდანაც მერე გადმოვიხედეთ იმ ადგილას, მერე კიდევ ერთ ადგილას გავჩერდით გადმოსახედად. ეს გაჩერებები ამოჭრილი მაქვს მერე მე, მაგრამ ალბათ მიხვდებით მაინც შეჩერების ადგილებს. და უკანა გზაზე გვაქვს ერთი კადრი ჩვეულებრივი სიჩქარით მოცემული, როცა ჩანჩქერი ჩანს და მაგასაც მიაქციეთ ყურადღება. დანარჩენი განსაკუთრებული, რა ვიცი, არაფერი, შეგიძლიათ უკანა გზის ვიდეოც ნახოთ. და იმედია მოგეწონებათ. თუ დაგეგმავთ ამ ადგილებში ვიზიტს, მე მგონი რომ კმაყოფილი დარჩებით. და შეგიძლიათ ურჩიოთ ეს ვიდეო თქვენს ნაცნობს, ვინც აჭარაში აპირებს ჩამოსვლას ნებისმიერ სეზონზე, რადგან აი აქ იყო ეს ჩანჩქერი და უკანა გზაზე გვაქვს მერე შენელებული ეს კადრი, ლამაზი და მაღალი ჩანჩქერია. პირველი გაჩერების ადგილას შევარჩიეთ, ახლა შეიძლება აქ არ ჩანს, რატო
გავჩერდით ლამაზი ხედი იყო გზის პირას. მერე ცოტაზევით კიდევ გავჩერდით. გარდა ჩანჩქერებისა, ესე იგი მუზეუმიც არის და ისე სანახაობრივად, აი გააჩნია ვის რა ინტერესი აქვს რა, ბევრი ინტერესის ადამიანი და დაიკმაყოფილებს, ასე ვთქვათ, თავის სურვილს. აი უკან წამოვედით უკვე, იმიტომ რომ ჩვენ საკმაოდ გვიან ავედით, ხედავთ როგორი პერიოდია რა, მოსაღამოებულია უკვე და საღამოსაც ჩვენ ვჩქარობდით, აი ბარემ ამ ჩანჩქერის ხედს ერთად ვნახავთ შენელებულად და შემდეგ მე აღარ ვისაუბრებ. მუსიკასაც აღარ ვადებ ვიდეოს, რადგან არ ვიცი საავტორო უფლებებზე არ გამირკვევია. ლაუდსპიქერის მუსიკა მე ძალიან მომწონს, ლაუდსპიქერსის მუსიკა და ნაცნობიც მიყავს მაგ ბენდში, მაგრამ ვერ დავუკავშირდი, რატომღაც საკონტაქტო ვეღარ ვიპოვე და რა ვიცი, აი YouTube-მა რომ დამიბლოკოს ან copyright-ში ჩამითვალოს, არ მინდა ასეთი ვიდეოები. ამიტომ შემოგთავაზებთ ახლა დანარჩენ დროს სიჩუმეს, თქვენ თუ გსურთ სასურველ მუსიკასთან ერთად უყურეთ. მადლობა ყურადღებისთვის და თუ აქამდე არ გამოგეწერეთ ჩვენი არხი, გამოიწერეთ.